1001 ღამე. ერთი წუთით. უკაცრავად. არასწორად მოვიქეცი. არა უშავს. ძალიან ნერვიულობ და მიზბრალია. შენს ქმარზე გაბრაზებული ვარ, მეგონა წუხელ საავადმყოფოში მოვიდოდა, მაგრამ ტყუილად ველოდი. არ მოვიდა, მაგრამ ძალიან განიცადა. დამიჯერე. ამ აზრს ვერ ეგუება, მასაც უნდა გაუგო. რა თქმა უნდა, ბუნებრივია. მის ადგილას ალბათ მეც ასე მოვიქცეოდი. სეზენ. მართლა ძალიან მეწყინა. მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. რამე თუ დაგჭირდება, მე დამერეკე, კარგი? გმადლობ. ბენო. მამა ჩემი ძალიან უპასუხისმგებლო კაცია. არასდროს უფიქრია მისი ცოლ-შვილი მეორე დღეს თავს რითი გაიტანდა. მუდამ ასე ცხოვრობდა, მაგრამ ძალიან საყვარელი ადამიანია. გემრიელ კერძებს ამზადებს. ხორციანი მაკარონი კარგად გამოსდის და მე ძალიან უყვარ ვარ. ის ხო მამა ჩემია. მამა ჩემი. ძალიან მიყვარს. მიყვარს. ნეტა ვარ წამოსულიყავი. რატომ? ეს ბინიაფის საღამოა საყვარელო, მე თქვენ საღამოებზე რამე საქმება. შენ ჩემი ცოლი ხარ. ყველა ცოლთან ერთად მოდის. რომ არ წამოსულიყავი, სიცხვილე არ იქნებოდა? ესე იგი ბენოც მოდის. რა თქმა უნდა. მაშინ კარგი. ისედაც მთელი დღე ვერ გნახულობ. თან კიდევ ეს საქმიანი ვახშმები. საერთოდ ვერ უნდა გნახო? თითქოს მე გნახულობდე. უხასიათო. უხასიათო შენ ხარ. სიმართლე გითხრათ, ქარის ელექტროსადგურებზე ვფიქრობ. ამ მიმართულებით მინდა წასვლა. ეს საკითხი ამოვიჩემე. ძალიან მომგებიანი საქმეა. შარშან ვინც განაცხადი შეიტანა, ტურბინების დამზადებაც ვერ მოასწრეს. ბატონი ონორი მოვიდეს და ამაზეც ვილაპარაკებთ. რა თქმა უნდა. მგონი პროექტი თქვენ დახაზეთ, ძალიან კარგი გამოსულა ჩემმა ძმამ ასე მითხრა. გმადლობთ. რა ვიცი, ჩვენი გუნდი დღე-დღე ამ პროექტზე მუშაობდა, მგონი კარგი გამოვიდა. საღამოშვიდობისა. საღამოშვიდობისა. გამარჯობა. საღამოშვიდობის. გამარჯობა. თანერ? შაჰრაზად? ვერ ვიჯერებ. როგორ ხარ? კარგად, შენ როგორ ხარ? კარგად ვარ. გამარჯობა. ონორმა მითხრა თან ერთად უნდა ვივახშმოთო, მაგრამ რა ვიცოდი თუ ეს შენ იქნებოდი. ეს ამღარო მართლა პატარაა. დიახ. დაბრძანდით. ნიგარს ელაპარაკე, მოდიან. კი, შაბათს აქ იქნებიან. კარგი. ქორწილში ვინ დაპატიჟეთ ნერმინ? ჩემი მძახლები და ჩემი დები მოდიან. სულ ეს არის. ბევრნი არ ვიქნებით, ნუღელავთ. არ არის კარგი, მაგრამ რა ვქნათ? არა უშავს. ხალხმრავლობა არ არის საჭირო. სად მიდიხარ განი? უნდა ვიმეცადინო ბიძია ბურჰან. იმეცადინე შვილა, იმეცადინე. ყოჩახ. ესე იგი სწავლობს. დიახ, კარგად სწავლობს. ალბათ სწავლას რომ მორჩება თავის დასთან წავა. მისი ადგილი იქ არის. შენ უნდა გადაწყვიტო ჩემ სახლში ვინ დარჩება და ვინ არა. არა ძმაო ბურჰან, არასწორად გამიგე. ღმერთო ჩემო. დეიდა ახუშ ჩვენთვის ამაჯორის გაკეთებ არ უნდა ესწავლებინა? კარგი რა დაივიწყე. არაფერი არ გვასწავლოს, არ მინდა. რა საკეთებთ პრინცესებო? არაფერს, ისევ შედვართ. დეიდა ნერიმანი აქ რატომ ჩამოვიდა? რატომ არ უნდა ჩამოვიდეს? ნათესავები არიან. სტუმრად ჩამოვიდნენ. წავიდნენ უკვე თავი მომავეზრეს. მეც. ჩემო ბიჭო. ჩემო ანგელოზო. დედასავით ანგელოზი ხარ.
ესე იგი შენ და ბატონი თანერი ერთ ფაკულტეტზე არ იყავით? არა, ბატონი თანერი სამრეწველო ინდუსტრიულზე იყო, ჩვენ კი არქიტექტურულზე. მაგრამ სულ ერთად ვიყავით. შენ ჯგუფში ერთი გოგო იყო? ჯორფლიანი. ზარიფე. ხო, ზარიფე. ის გოგო ძალიან მაწვალებდა. მეუბნებოდა მეგობა რომ წადი და შენს კაფეტერიაში დაჯექიო. მოსვენებას არ მაძლევდა. ედომეს თურქეთში მესწავლა. აქ არც ერთი მეგობარი არ მყავს უნივერსიტეტიდან. გერმანიაში უნდა წახვიდე და თანაკურსელები ნახო. გერმანიაში სწავლობდით ბატონო ქერებ? დიახ, ბერლინში. და კარგია. ჩემი და შტუტგარტში სწავლობდა. მართლა? რაზე სწავლობდით? ჩემი ძმა მეუბნებოდა ინჟინერია შეისწავლება, მაგრამ გერმანულ ლიტერატურაზე ვსწავლობდი. გოეთე და ასე შემდეგ. გოეთე, შილერი. დიახ. ნიმეთ, ხილი არ მოიტანე შვილო. Geldim Nadide. მოვდივარ და მომაქვს. Ahu. აჰო, ალი კემალს დაუძახი შვილო. ხილი უნდა მივირთვათ. ისიც მოვიდეს. დავუძახებ დედა. Burada mısın? აქ ხარ? İnsene aşağı. ქვემოთ ჩამოდი. Gazeteye bak. დღეს გაზეთები დავათვალიერე. Satılık ev ilanlarını. გასაყიდი სახლების განცხადებებს თვალი გადავავლე. ბეიქოსში ძალიან კარგი სახლი ვნახე. გინდა ვნახოთ? რატომ? რა სახლი? Ayrı eve çık. იმედია ცალკე სახლში გადავალთ, არა? არა. Çıkacağız. ცალკე უნდა გადავიდეთ, ალი კემალ. Tamam. კარგი, შეიძლება ახლავე ვერ გადავიდეთ, მაგრამ Birkaç ay sonra. მინდა რომ რამდენიმე თვეში ჩვენს სახლში ვიცხოვროთ. ამ სახლს რას უწუნებ? სასახლესავითაა. თანაც ბავშვები აქ კარგად არიან. Ne çocukları? რა ბავშვები? Onlar baba. ისინი ბებიასთან და ბაბუასთან არ უნდა დარჩნენ? ძავალ პრინცესებო, ცოტას ვიმეცადინებ. Tamam. კარგი. გამომშვიდობისა. გამომშვიდობისა, გამომშვიდობისა. Annem ნეტავ დედა რას აკეთებს? ne yapsın? რას იზამს, ალბათ ბურჩინს უვლის. მე ჩემ შვილებს არ დავშორდები აჰუ. ცალკე სახლშიც რომ გადავიდეთ, გოგონები მაინც ჩემ გვერდით იქნებიან. Ya tamam. კარგი, ნუ ბრაზდები. Ben onların iyiliği. მე მათ სასიკეთოდ ვთქვი. მათ სასიკეთოდ როგორ? Babaannem. ბებია და ბაბუა ძალიან უყვართ. Benim kocam ne? ჩემს ქმარ შვილები როგორ ყვარებია. კარგი, გაჩერდი. Ya çok ბურჩინი ძალიან მომენატრა. ben de. მეც. Ya Buket. Burçin'i მიდი ბურჩინის ალბომი მოიტანე, დავათვალიეროთ. Tamam. კარგი. Kocam. ჩემო ქმარუკა, საყვარელო. არ გინდა მეთქი, სირცხვილია. Ne sayı? რა სერწყვილი ალი კემალ? Karınım ben მე sana. შენი ძოლი ვარ. Bu cumartesi. ამ შაბათს შენი ოფიციალური ძოლი გახდები. Baba. მამა, Abim. ბურჩინის ალბომი. მეზიზღები. ბუკეთ, მეზიზღები. ბუკეთ შვილო. Ne oldu? რა მოხდა? ბუკეთ რა მოხდა მითხარი? Babam da. მამა და ახუ ერთმანეს ტუჩებში კოცნიდნენ, ბურჯუ. Ne? რა? რა ხდება? Nefret მეზიზღება. ორივე მეზიზღება. ediyorum. ბუკეთ შვილო, კარი გააღე. ამჯერად რა მოხდა? ბავშვები რატომ ყვირიან? ღმერთო ჩემო. არ ვიცი, გავარკვევ. ბუკეთ რა მოხდა? მამა და ახუ ერთმანეთს კოცნიდნენ, ბებია ერთმანეთს კოცნიდნენ, გესმის? ქორწილამდე ვერ მოიცადეთ, არა? ხოჩახ. კათირზეც გითხარით, მოხარული იქნებით თუ ჰოლდინგ ბინიაფისთან საქმეს დავიჭერთ, ბატონო ონურ. მაშინ ჩვენი პარტნიორობის აღსანიშნავად დავლიოთ. რა გვიმარჯოს? რა გვიმარჯოს? ჩვენს პარტნიორობას გაუმარჯოს.
მოვალთვეში კურსდამთავრებულების საბჭოს საიუბილეოს ხდომაა, ხომ წამოხვალ? მე საბჭოს წევრი არ ვარ. შემიძლია გაგაწევრიანო? თან არ ბევრი საქმე მაქვს საბჭოსთვის დროს ვერ გამოვნახავ. რა დრო დაგჭირდება? აუცილებელი არ არის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდე. ხომ არ წავიდეთ? კარგი. სად მიდიხარ, ჯერ ვახშმობაც არ დაგვისრულებია. განს დავპირდით ადრე მოვალთ მეთქი. გველოდება. გამომშვიდობის. შვილო, ჯერ პატარები ხართ. თქვენთვის ამის ახსნა ძნელია. პატარები არ ვართ, ბებია, უკვე დიდები ვართ, ყველაფერი ვიცით. რა იცით? მამა იძულებული ახუზე დაქორწინდეს, არა? მამა ისეთი რამ ჩაიდინა, რომ თუ ახუზე არ დაქორწინდება, თავი მოგვეჭრება. არ მინდა რომ ახუზე დაქორწინდეს. არ მინდა. არ დაქორწინდეს და ბაბუას ისევ გული გაუხეთქოს ბურჯუ. ამა თქვენმა შეცდომა დაუშვა. თუ არ დაქორწინდება, ხალხში ვეღარ გამორჩნდებით, შვილო. დედასთან მინდა, ბებია. დედა. არ გინდათ გთხოვთ. ბაბუაზეც იფიქრეთ, გთხოვთ. თელი საღამო მოწყენილი ეჯექი. თუ ბახშამზე წასვლა არ გინდოდა, რატომ წავედით? შაჰრაზად, ხო, თავი მტკივა. დავის ტკივილი როდის დაგეწყო? როცა გაიგე რომ თანერი ჩემი ძველი მეგობარია, გონია ვერ მივხვდი? ეგრაშუაშია. ონურ, კარგად გიცნობ. როგორც კი გაიგე რომ მე და თანერი ძველი მეგობრები ვართ, მაშინვე მოიწინე. არა, უბრალოდ იმაზე გავბრაზდი, რომ შენ ძველ მეგობართან ასეთი ახლო ურთიერთობა გქონია. რა თქმა უნდა, 3 წელი ერთად სწავლობდით. რადგან ასია, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთს 15 წუთი უნდა ჩაეხუტოთ? რა? ვერ ვიჯერებ. გოგონებმა მამასთან ურთიერთობა როგორ უნდა დაალაგონ, ბატონო ბურხან? ასე როგორ უნდა იცხოვრონ? ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს შენი თავი. შენ რომ რამე დაგემართოს, იცოდე რომ მეც ვერ ვიცოცხლებ. ასე ნულაბარაკობ, ბატონო ბურხან. არ მენდობი. შენ ისევ არ მენდობი. ნდობა, არაფერ შუაშია, რამდენჯერ უნდა გითხრა? აბა რა არის შუაში, ონურ? რა გავაკეთო? ძველ მეგობრებს რომ დავინახავ, ისე მოვიქცე, თითქოს ვერ ვიცანი? სხვა საკითხზე ნუ გადავდიხარ, მე რამე მსგავსი გითხარი? რა სიტყობ ჩემგან? ძველ მეგობრებთან შეგიძლია უფრო დისტანციური იყო. ესე იგი არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე, ანუ მსუბუქი ყოფაქცევის ქალივით ვიქცევი. ნუსურვილო, მე ეს გითხარი? ასია, შენი აზრით არ ვიცი სად უნდა გავჩერდე. შენ ევლეოღლო აღარ ხარ. უკვე შაჰრაზად აქსალი ხარ. ჩემი ცოლი. ისე ნუ მელაპარაკები თითქოს შენი საკუთრება ვიყო, ონურ. მე შაჰრაზადი ვარ, რადგან გვარი შევიცვალე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავადაც უნდა შევიცვალო. მე ეჭვიანი კაცი ვარ, შაჰრაზად, ეჭვიანი. როცა ვხედავ რომ ვიღაც გეხვევა, ვგიჟდები. ესე იგი შეცვლას არ აპირებ. არა, არ შევიცვლები. ონურ, ეს ავადმყოფობაა. ვერ ხვდები რომ შენი ეჭვიანობით ჩვენს ურთიერთობას ანადგურებ. მე ბევრს არაფერს ვთხოვ, შაჰრაზად. როგორ არა? გინდა რომ მე არ ვიყო. რას აკეთებ? ჩემს ტელეფონს პასუხობ? თუ გინდა კისერზე ჯაჭვით შემავიბარებ. გამომართვი, ბატონი ადნანი გინეკავს თან ასეთ დროს. ბატონი ადნანი? ალბათონო შეჰრაზად. ისინი აღარ მყავს.
საყვარელო. საყვარელო, რა მოხდა? ისინი საავადმყოფოში წავიდეთ. წამოდი. ადექი. გამომართვი. Kalbatonu Şehrazat. ვერ გადავარჩინე. ჩემი შვილი ვერ ვაცოცხლე. დილამშვიდობისა გულჯან. დილამშვიდობისა ქალბატონო შაჰრაზად. მადლობ. არაფერს. ბინიაფის სამაგალითო ნაბიჯი. ჰოლდინგ ბინიაფმა სტამბოლის სამედიცინო უნივერსიტეტის დახმარებით ძვლის ტვინის გადანერგვის ბანკთან საქველმოქმედო თანამშრომლობა წამოიწყო, რამაც დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. შევრიგდით. შევრიგდით. ყველაფერი უეცრად მოხდა, მაგრამ ღმერთ მაქნას ბედნიერები იყვნენ. ღმერთ მაქნას მიირთვით. ამერიდან ჩემი აქ დარჩენა უკვე ლამაზე აღარ იქნება ბიძე ბურჰან. მესმის ქორწილის პერიოდში აყოფნა არ გინდა. მართალი ხარ. წადი და რამდენიმე დღე ქაისერიში დარჩი. ეს ამბავი ჩამთავრდეს და მერე დაბრუნდი, კარგი? როგორც გენებოთ ბიძე ბურჰან. კარგი. თვითმფრინავით წადი და ჩამოდი. ქვითარი ბუღალტერს მიეცი. კარგი. შენებს მოგითხვა გადაეცი. კარგი. ეს გამომართვი. საჭირო არ არის ბიძე ბურჰან. როგორ არა, იყოს, თან კონდეს. დედა შენს ალბათ ფული დასჭირდება. რამეს მაინც უყიდი. გმადლობთ ბიძე ბურჰან. Burcu. Buket. Kızım. Şöyle.
Ay makyajım. Makyajı როდის უნდა გამიკეთოთ? ჯერ მოიცადე ადრეა. Şu an takalım. მოიცადე ეს გაგიკეთო. Ay güzel oldu mu? ლამაზი გამოვიდა. Nasıl oldu? როგორ გამოვიყურები? Ah ne güzel oldu. ხომ ლამაზია სიძე? Maşallah. თვალი არ გიცეს. Ben sorayım. მე მოვალ. Nimet. ნიმეთ. მოდი. Limonata. ლიმონადი მზად არის? მზად არის. კარგი ქორწილს არ იხდიან, მაგრამ მუსიკოსები მაინც მოეყვანათ. გავერთობოდით. ეს რა არის? თითქოს ქვრივი ქალი მოხავდეთ რძლად. ქორწილს რა მნიშვნელობა აქვს? ჩვენი გოგო, ევლია ოღლუს ოჯახის რძალი ხდება. მეტი რა გინდათ? კი, მაგრამ ჩვენთან მოუნდათ სიძუნწის გამოჩენა. ალი ქემალ. ალი ქემალ. გისმენ მამა. ქორწინების რეგისტრატორმა სახს ვერ მოაგდო. წადი და ის კაცი მოიყვანო. კარგი მამა. იცი საიდან უნდა წამოიყვანო? ბაშჩეშმიში გილოდება, იქ უნდა მიხვიდე. Tamam. კარგი მამა. Ne yapıyorsun? რას აკეთებთ? Ha? Kardeşim. ჩვენც მას საჭმელს ვაჭმევთ ვებია. Ben de onu. მეც მაგის გამო მოვედი. Nasıl bari? კარგად ჭამს? კი, უკვე შეჭამა. Canım. საყვარელო, ჩემო პატარა. İnmeyecek. ქვემოთ არ ჩამოხვალთ? Hayır. არა, Ay. Niye bana söyle? ახალი პროექტის შესახებ რატომ არ მითხარი? არავისთვის გითხოვს. Sen de kalma. სისხლი შენც მიგიცია. რა თქმა უნდა მივეცი. Seni çok ძალიან მიყვარხარ. მე ძალიან მიყვარხარ. განს ისინზე როგორ უნდა უთხრათ? bilmiyorum. არ ვიცი. Hoş geldin. გამარჯობა. გამარჯობა. ვინ მოვიდა შვილო? ქორწინების რეგისტრატორი მოვიდა ბატონო ბურხან. მართლა? კეთილი იყო თქვენი მოსვლა. გამარჯობა. გამარჯობა. ალი ქემალი სად არის? არ ვიცი, ერთი საათი ველოდებოდი. მე ბენზინ დასამართ სადგურზე ვივიხე მისამართი. ამიხსნეს როგორ დავუსრულებავი. ღმერთო ჩემო. სად წავიდოდა? თქვენ მოგძანდით, სახლში შემოდით. აიშე, ბატონი სახლში შეიყვანე. ნომერი რომელსაც თქვენ უკავშირდებით დროებით გამორთულია. სად ხარ, ალი ქემალ? სად? სად ხარ? არ პასუხობს? Düşmüyor. რას ამბობ? რატომ არ უნდა მიპასუხოს? Kız sakın. საცოლეს ხომ არ გაიქცა? Deli misin sen? გაგიჟდი? Ne kaç? რატომ უნდა გაიქცეს? Saat oldu git. 2 საათია რაც წავიდა და ჯერ კიდევ არ ჩანს. Başına bir şey. ალბათ რაღაც შეემთხვა. ბოდის გიხდი ბატონ ბურხან დაველოდებოდი, მაგრამ სხვა წყვილი მელოდება. არა უშავს ბატონო. ჩემი მძღოლი სადაზგნებავ თიქ მიგიყონთ. Ayağınıza sağlık. გმადლობთ რომ მოხვედით. ყველად შეგაწუხეთ. არა უშავს. ნახვამდის. ქორწინების რეგისტრატორი მიდის, ახუ მგონია, მაგრამ თქვენი ქორწილი არ შედგება. მიდის? Niye? რატომ? აჰუ დაიცადე. Ah ne? ახუ სად მიდიხარ? აჰუ მოიცადე.
ეს უკვე მეტის მეტია, უბრალოდ ხელის მოწერაზე დავთანხმდით და ისიც ჩაიშალა. რა მოხდა? არაფერი. ქორწინების რეგისტრატორი რატომ წავიდა? აბა რა იქნა? რამდენი საათი იცდიდა, მაგრამ სიძი არ ჩანს. ალი ქემალი სად არის, მამა? რატომ არ მოდის? რამე შეემთხვა? მითხარით. არ ვიცით. ცოტა ხანში მოვა. შენ ოთახში წადი. მიდი. რა სალოდებით? დაურეკეთ ალი ქემალს. იპოვეთ. ამაღამ უნდა დავქორწინდეთ. აჰო, ოთახში ადი შვილო. კი, მაგრამ დედა, ადი ოთახში. დაუნადიდე, თუ ღმერთი გწამს მითხარი რამე. რა ხდება, სად არის ალი ქემალი? ქორწინების რეგისტრატორი წავიდა ხელმოწერის ცერემონია ვინ უნდა ჩაატაროს. დაბრძანდით, რატომ დგახართ? აშკარად რაღაც მოხდა. ყველაფერს გავარკვევთ, ნოღელავთ. ბატონო ბურხან, ეს რა სამარცხინო საქციელია? სამარცხინო საქციელზე მელაპარაკები? დავშვიდდი შვილო, არაფერია. დასხედით. ბურხანევლია ოღლო, ჩვენი გოგო რძლად არ მიხავს. რა სამარცხინო საქციელია? დურსონ, გაჩუმდი გთხოვ. რატომ უნდა გავჩუმდე რძალო? ეს რა საქციელია? დურსონ. სათხარ შვილო, ამჯერად რა ჩაიდინე, რა შეგემთხვა? არაფერი არ ჩამიდანია. ეს რას ნიშნავს? არც კი მკითხეთ ახალგაზრდა გოგო იმ კაცს ისე გაატარეთ. მე ხომ მისი ბიძა ვარ, გეკითხათ მაინც. შენ რას ფიქრობო? ახლა ამის დროა დურსონ. ალი ქემალ სათხარ. სასწრაფოდ მოდი სახლში. არ მოვალ მამა. ვერ გავიგე? არ მოვალ მეთქი. ნუ გამაგიჟებ, ახლა მოდი სახლში. ყველა შენ გელოდება. ვერ შევძლებ მამა. არ შემიძლია. ეს ქორწინება არ შედგება. რა? ალი ქემალ, ჭკვიდან შეიშალე? რას ნიშნავს ეს ქორწინება არ შედგება? კარგი. დიდი შეცდომა დაუშვე. მაგრამ თუ დავქორწინდები, ეს უფრო დიდი შეცდომა იქნება. ნუ გამაგიჟებ. მაგაზე მანამდე დაგეფირა, სანამ იმ გოგოს ლოგინში ჩაიწვენდი, ალი ქემალ. ალი ქემალ. რა მოხდა ბატონო ბურხან? მითხარი თუ ღმერთი გწამს. დაქორწინებას არ აპირებს. რა? პიროდა. მითხრა თუ დავქორწინდები, უარესი იქნებაო. ასე როგორ შეიძლება? საქმე აქამდე მივიდა და ახლა აღარ უნდა დაქორწინება. აი, გამომართვი, შენ შულს დაურეკე, იქნებ რამე გააგებინო. სტუმრებს რა ვუთხრათ? რამე მოიფიქრე ბატონო ბურხან. კაისერიში ჩვენზე ჭორაობას დაიწყებენ. მაგაზე არ ვნერვიულობ, ხალბატონო ნადიდე, რაც უნდათ ის თქვან. თუ უნდათ იჭრაონ კიდეც. ჩვენ ჯერ ამ მეოთხე ბავშვებს კი ვერაფერი მოვიფიქრეთ. რომ არ იჭრაონ. რა მოხდა ახუ? ალი ქემალი სად ყოფილა? ცოტა ხანში მოვა. რეგისტრატორი წავიდა, რა უნდა ქნა? ისევ მოვა. მე რა? ღმერთო ჩემო. კარგი ხო, არაფერი მithქვამს. შერწყვის ნამდვილად ასია. ასე როგორ შეიძლება რძალო? ბატონ ბურხანს უნდა დაველაპარაკო. დურსონ, გაჩერდე დურსონ. ცეცხლზე ნაცნო და ასხამ. რას მეუბნები, ეს როგორი ქორწინება არ რძალო? რადგან ბურხანევლია ოღლოს გოგოს რძლად ვატანთ, მადლობელი უნდა ვიყოთ? კარგი, კარგი. ისედაც გაბრაზებულები არიან. ახლა რომ ვთქვათ ალი ქემალმა დაქორწინება გადაიფიქრაო, მე ამ ხალხს თვალებში როგორ შევხედოთ? ღმერთო ჩემო, მათ როგორ უნდა გაგვისურვონ თვალი? ხო, ჩვენი ბიჭის ბრალია, მაგრამ მათი გოგო არ არის დამნაშავე. ცოტა ნამუსი რომ ქონოდა, ბავშვებიან კაცთან ურთიერთობას არ დაიწყებდა. კარგი, კარგი. მათ არ წვენიათ თვალებში რომ გვიყურებენ. მოდი. დურსონ, ჩხუბს ნუ დაიწყებ, გთხოვ. როგორ არა დავიჯერე, თურმე ერთმანეთი შეუყვარდათ. რამე ხომ არ გაგიგია ძმაო ბურხანი, იმედია ცუდი არაფერია. ალი ქემალი ამაღამ ვერ მოვა. ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გამოუჩნდა. ქორწილი უნდა გადავდოთ. ქორწილის დღეს ასეთი რა საქმე გამოუჩნდათ? მორჩი დურსონ, შვილო, სუფრაგაშალი, ვივახშმოთ. მოიცადე, ბატონო ბურხან. ვახშამს მერეს მივირთმევთ. ჯერ გითხარი რა ხდება? მომისმინე? შენ ჯერ ხელების ქნევას დავიდაანებე? არ დაგავიწყდეს ვის სახლში ხარ? დურსონ, გთხოვ, დაჯექი. კარგი დაუშვათ, ქორწილზე უარი თქვეს, რადგან ერთმანეთი უყვარდათ, მხოლოდ ხელის მოწერის ცერემონიალს დავთანხმდით, თურმე ქორწილის დღეს ვაჟბატონს საქმე გამოუჩნდა. კარგი. დავიდამანე ბერძალო.
ასე არაფერი გამოვა ბატონო მურხან რადგან ჩვენი გოგო ევლიაოღლუ მომდა ითხოვან ის იმას არნიშნავს რომ ასეთ რამეზე თვალს დავხუჭავთ თუ შენ მურხან ევლიაოღლუ ხარ მე აჰუს ბიძა ვარ დივით გოგო გამოგატარეთ ჩვენი გვარი რაშუაშია რა ვარ დივით გოგო შენ არაფერი იცი ხმა რომ ამოვიღო დავთქვა თვალებში ვეღარ შემომხედავ ახლა გული წამივა გაჩუმდი დურსუმ გაჩუმდი კარგი დაწყნარდი მოიცადე რძალო დამშვიდდი ესე იგი ჩვენს გოგოს იძულებით თხოვლობენ ამათ რამე ჩაიდინეს და ეს ქორწილი ამიტომ დაგეგმეთ ძმაო ბურჰან პასუხი გამეცი მე რატომ უნდა გაქცე პასუხი მე იმას ვაკეთებ რაც საჭიროა სიმართლე აჰუს დედამ გითხრას არ უთხარი შენმა შვილმა რა ჩაიდინა რა ვერთო ჩემო ვერთო გონება გამინათე არაფერი მომხდარა უბრალოდ ერთმანეთი შეუყვარდათ რას ნიშნავს ერთმანეთი შეუყვარდათ დურსუნ აუცილებლად დაქორწინდებიან ის გოგო სად არის მითხარი სად არის დურსუნ აჰუ სად არის დურსუნ დაწყნარდი აუკლავ ძმაო გაჩერდი გთხოვ ხელი გამიშვი რძალო გამიშვი გთხოვ გაჩერდი რძალო გამიშვი მოიცადე ძმაო გაჩერდი აჰუ რა ჩაიდინა იმაზე პასუხი უნდა აგოს ჩემ შვილს არაფერი დაუშავებია ჯერ ალიქემალმა აგოს პასუხი როგორ თუ არაფერი დაუშავებია შენს გოგოს თავი რომ არ შეერცხვინა ეს ქორწინება საჭირო გახდებოდა გთხოვ გაჩერდი გამიშვი თავი დამანებე გთხოვ გაჩერდი ჩემს შვილმა თუ შეგვარცხვინა დურსუნ გაჩერდი რა ჩაიდინე გოგო რა ჩაიდინე მოკლავ შეუნამუსა ჩვენ კიდევ ამაყობდით ევლიაოღლებმა ჩვენი გოგო ითხოვესო გაჩერდი გთხოვ გაჩერდი დურსუნ ძმაო გთხოვ დამშვიდდი ჩემი ხელით მოკლავ გაჩერდი დურსუნ გაჩერდი მეთქი საკმარისია წავიყვანო ბურჰან ახედავთ მიწავათრენ სირცხვილია მართლა და მართლა უგვეყელში ამოვიდა ასეთი საქციელი არ შეგფერით გაემზადეთ მივდივართ გაჩერდი ვერ სადაც ვერ წაიყვან მისი სახლიდან ვინ მიყავს გამოდი გადი გარეთ გადი დურსუნ ნუ გაგიჟდები ბატონო ბურჰან დურსუნ გთხოვ გემუდარები სად უნდა წავიდეთ რძალო ნუ გამოგიჟებ სიძე გაიქცა არ საჩანს ამ სახლში როგორ უნდა გაჩერდეთ სწრაფად გაემზადეთ მივდივართ რა სიცხველია რა სამარცხვინოა წამოდით აჰუს რა ეშველება რძალო თუ მეტი გწამს წამოდით გავწმინდო ბატონო არა გმადლობ შაჰრაზად საყვარელო ონორ რატომ გაიღვეძე სიზმარი ვნახე ცოტი სიზმარი იყო ცოტა თუ გინდა მომიყევი გულს ძალიან გთქენა რა ხანდახან მეც გტკენ გულს მაგრამ ვიცი ძალიან გიყვარ ვარ მეც ძალიან მიყვარ ხარ თქვენი წამალი ბატონო ბურჰან გმადლობ შილო გოგოები რას აკეთებენ ნიმეთ დაიძინეს ქალბატონო ნადიდი ახლა ვნახე აჰუ ის რას აკეთებს
რა უნდა ვქნათ ბატონო ბურხან? რა უნდა ვქნათ? უნდა მოვიცადოთ. ალეკემალ, დაგღუბე. ხალხში გამოსაჩენი პირი აღარ გვაქვს. არაფერი მომختარა ქალბატონო ნადიდე. ნერვებს ნუ მომიშლი. ვინ იცის ახლა სოფელში რა სიტყვიან? რა უნდა თქვან? იტყვიან ჩვენმა გოგომ ნამუსი ვერ შეინახაო. იმ გოგოს ბიძა ჭკვიანი გამოდგა. ყველას ხელი მოჰკიდა და წაიყვანა. იტყვიან ალიკემალმა აჰუ მოატყუა საწოლში ჩაიწვინა? მერე კი ცოლად არ მოიყვანაო. აი ამას იტყვიან. მერე რატომ ატყუდა? ამ ხელა გოგოა. 15 წლის ხომ არ არის? ესეც მართალია. აჰუს რა უთხრათ? გაუჩერებლად ტირის. ზადი და დაილაპარაკე, ყველაფერი აუხსენი. ცოტა დამშვიდეს. ერთ-ორ დღეში ალიქემალიც გამოჩნდება და ვიწრო ძრში ხელმოწერის ცერემონიალსაც ჩავატარებთ. დედა მაიცადე ჯერ შენი დედა არ ვარ ეყოფ ამდენი ტირილი დაწყნარდი როგორ დედა ასეთი რამ როგორ შეიძლება შემაცდინა და ახლა მარტო დამტოვა მარტო არავის დაუტოვები ხარ ტრაგედიას ნუქმნი ალიკემალი ცოლს ახლა ხან დაშორდა ალბათ ხელახლა დაქორწინების შეეშინდა დაისვენოს ცოტა ხანს დაბრუნდება და დაგაქორწინებთ თქვენს მიერ გამოგზავნილ ხელშეკრულებას ყურადღებით გავეცანი, მაგრამ რამდენიმე საკითხი უნდა განვიხილოთ. რა თქმა უნდა განვიხილოთ. არ მგონია რამე მოუგვარებელი იყოს. მოგეხსენებათ პროექტი ბინიაფის ეკუთვნის. კომპანია TCG უბრალოდ შემსრულებელია. აქედან გამომდინარე, როცა ასეთ პროექტებში მონაწილეობთ, ბინიაფის წილი 70% უნდა იყოს. ჩვენ ასეთ პროექტებში 50-50-ზე ვთანხმდებით ხოლმე ბატონო ანურ. პასუხისმგებლობასაც შესაბამისს ვიღებთ. მესმის, მაგრამ როცა თქვენ სხვა კომპანიას 50-50-ზე ვთანხმდებით, მაშინ დიზაინსაც საკუთარ თავზე იღებთ ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში დიზაინის საკითხს ბინიაფი თავად მოაგვარებს. თუ საქმე ერთად უნდა ვაკეთოთ, უღარ იქნება გარკვეულ საკითხებზე საუბრით, მივახციოთ შეთანხმებას. მოდიში, მაგრამ ძირეულ პრინციპებს ვერ შეცვლით და საუბრით ვერანაირ შეთანხმებას ვერ მივახცევთ. ჩვენ მხოლოდ 30%-ზე ვთანხმდებით. თქვენ კარგად იცით, რომ ყოველთვის 50-50-ზე ვთანაშრომლობთ. სწორი იქნება თუ ორივე მხარე მისთვის სასურველ კოეფიციენტზე შეთანხმდება. ბატონი თანერი მოვიდა? მოვიდა ბატონო, ბატონი ონორის ოთახში არიან. შეგიძლიათ ყავა მომიტანოთ. ახლა ბატონო. დიახ, ორივე მხარის მოსაზრება მნიშვნელოვანია. როგორც ჩანს ძალიან დამაგვიანდა. მოდი ხერე. გამარჯობა. გამარჯობა. რამე გაურკვეველი საკითხებია? დიახ, რამდენიმე საკითხზე ვერ შევთანხმდით. მოვაგვაროთ, რა პრობლემაა? მგონი ძნელი მოსაგვარებელია, იმიტომ რომ პრობლემა მთავარი პრინციპებია. კარგი, ამ თემებზე ვიმუშაოთ, კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ. რადგან პრობლემა პრინციპებშია, ჩემი აზრით მეორე შეკრებას აზრი აღარ აქვს. თომასია ბატონო ნურ. თუ თქვენ ასე ფიქრობთ, დიახ, მართალი ხართ. კიდევ ერთხელ შეკრება საჭირო არ არის. რას ვიზამთ? აუცილებელი არ არის შევთანხმდეთ. დროს აღარ ზაგართმევთ. იმედია, სხვა პროექტებში ვითანამშრომლებთ. იმედია, გმადლობთ რომ მოხვედით. ვერ შევთანხმდით, მაგრამ არა უშავს. შაჰრაზადი მოიკითხეთ. მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის. იქნებ მეც მითხრა რა ხდება. 50-50-ზე უნდა შეთანხმებულიყავით, მაგრამ 70-30-ზე შევთავაზე და უარი მითხრა. ეს რატომ გააკეთე ონურ? სწორად მოვიქეცი. დიდ პროექტს ვიღებთ, პირობები ჩვენზე უნდა იყოს მორგებული. დრო არ გვაქვს. იცი რამდენი დაგვრჩა. ასეთ მოკლე პერიოდში პარტნიორი როგორ უნდა მოვძებნოთ? მოვძებნით, რომ ღელავ. ვერ ვიჯერებ. ასე როგორ გარისკე?
50-50 მუშაობა ჯობია ეს პროექტი საერთოდ არ ავიღოთ. ის კი კომპანია TSG-ია. სხვა თუ არაფერი 60-40-ზე მაინც შეგვეძლო შევთანხმებულიყავით. სახლში დაძაბული სიტუაცია. ბიზია ბურჰანი ძალიან ცუდ გუნებაზეა. ალი ქემალი დაბრუნდა? სადღაც სასტუმროში ქირაობს ნომერს. დეიდანა დიდემ ასე თქვა. ბიზია ბურჰანი აპირებდა მასთან მისვლას, მაგრამ მეცოდება. ჩემი და ამას რომ გაიგებს ძალიან გაბრაზდება. შენ დას არ უთხრა განი თავისი პრობლემებით საყოფა. ჩემი თქმა არ არის საჭირო. კაისერი პატარა ქალაქია. აჰუს ოჯახის წევრები სახლში დაბრუნდნენ. ღმერთო ჩემო. შვილო მომეცი დავაწვინოთ. ხო, ბებია. მოიყვანე. მოდი ჩემო პატარა, მოდი. ისევ სიცხე აქვს ქალბატონო ნადიდე. ცოტა აქვს, თერმომეტრი სად არის? სიცხე გავუზომოთ. გონი ქალბატონმა ფისუნმა წაიღო. ბებია თუ სიცხე აქვს ზომოთ, მაშინ ექიმთან წავიყვანოთ. ჯერ მოვიცადოთ შვილო. სიცხის დამწევი მივცეთ. ალი ქემალისგან არაფერი ისმის დედა. ბურჯო, წამოდი სამაჯური გავაკეთოთ. აი ყველაფერი მოვიტანე. არ მინდა სამაჯურები ისედაც მაქვს. ასე რატომ მეკცევიან დედა? რა გინდა რომ გააკეთონ? გინდა ხელზე ჩამოგეკიდონ? მე ხომ არაფერი დამეშავებია მათთვის. ორივე მიყვარს. ეს დანაშაულია. უყვარს თურმე. კი, როგორ არა. ახალი პრობლემა გაგვიჩნდა. ქალბატონო ნადიდე. ეს რატომ არ გახვა თავის ნათესავებს? ისეთი ამბავი მოხდა. როგორ გაგვეშვა? ესე იგი მაინც უნდა დაქორწინდნენ? რა თქმა უნდა. ჩვენ სხვანაირად ვერ მოვიქცევით. გამომართვით გასაღები? მადლობთ. გამარჯობა. მოგესალმებით. ალი ქემალ ევლეოღლუს ვეძებ, რომელ ნომერშია? 303-ში. ვინ კითხულობს? გარეკვა არ არის საჭირო. მამამისი ვარ. ლიფტი იქეთ მხარესაა. Mama. Buyur. Şemut. Etsene. რა მოგივიდა შვილო? ადამიანს აღარ გავხარ. Mama. ბუკეთი თავის ოთახშია? არა? საწავიდა ეს გოგო.
ბურჯუ, შენი და სად არის შვილო? ალბათ ბაღში გავიდა. ბაღში რა უნდა? ნიმეთ გახედე. ბუკეთ. Nimet abla yavaş. ნიმეთ ფრთხილად უმოთი არ გააღვიდა. ქალბატონო ნადიდი, არც პალტო, არც ფეხსაცმელი. ეს ბავშვი სადღაც წავიდა. არ გამაგიჟო, რას ამბობ? არ არის. დადი მოძებნე. ბურჯუ ამას მიხედე. კარგი. Buket. ბუკეთ. Buket. ბუკეთ. Buket. ბუკეთ. Buket. Kız. ბუკეთ სათხარ შვილო. Buket. ბუკეთ. ბუკეთი არ გინახავთ? ცოტა ხნის წინ წავიდა ქალბატონო. საწავიდა. Nasıl giderdi başı? მარტო სად უნდა წასულიყო? არ კითხეთ სად მიდიოდა? დიდი შეცდომა დაუშვი ალიქემალ. ძალიან დიდი შეცდომა. 4 შვილის მამა ხარ. აჰუს ძალიანაც რომ მოენდომებინა, ახლოს არ უნდა მოგეშვა. თავი შერს უნდა დაგეჭირა მისგან. მომატყუა მამა. მითხრა მიყვარხარო. ესე იგი თუ ეყარები, შენს თანახმა იქნები. იმ გოგოს ოთახში თავისუფლად შეხვალ, არც ქორწილი, არც არაფერი. თუ შემიყვარებს, სოლად მოვიყვან მამა. შენს და ისიც ორივე ცუდად მოიქეცით. მაგრამ ახლა იმ გოგოს მდგომარეობა წარმოიდგინე. ეს კაცური საქციელი არ არის. მომატყუა მამა, რატომ არ გესმის? მეგონა უყვარდი. გასაგები, კარგი. მაგრამ ასე არ შეიძლება შვილო. აჰუ შენი ნათესავია. ცოლად თუ არ შეირთავ, თელი ქაისერი ჩვენ წინააღმდეგ შეგრავს პირს. იტყვიან, ბურჰან ევლეაღლუს ოჯახში პატიოსანი გოგო შევიდა და იქიდან ნამუსახტილი გამოვიდაო. მაგრამ მამა, არ დაგავიწყდეს შენს გოგონები გყავს. ასე არ შეიძლება. რამე მოხდა ნადიდე? ბატონო ბურჰან სახლში მალე დაბრუნდები? რა მოხდა? არაფერი. ისე გკითხე. არა, ნამდვილად რაღაც ხდება. უმიზეზოდ არ დამირეკავდი. ბუკეთის სახლიდან წავიდა. რა? რა მოხდა? რას ნიშნავს წავიდა? სად წავიდა? სახლიდან გაიქცა? არ ვიცი ბატონო ბურჰან. ხელები და ფეხები მიკანკალებს. მოიცადე ვიღაც მოვიდა. რა მნიშვნელობა აქვს ვინ მოვიდა? რომელ საათზე წავიდა? მოვიდა ბატონო ბურჰან. Kızım nerede? შვილო, სად იყავი? როგორ შემაშინე? Kardeşime წავედი რომ ჩემი ძმისთვის თერმომეტრი მეყიდაბებია. şu aşağıdaki. ქვემოთ ავთიაქია, იქ ვიყავი. Annem bu დედამ ბურჩინის თერმომეტრი ხომ წაიღო? ჩემო საყვარელო. რა მოხდა ქალბატონო ნადიდე? უმუთისთვის თერმომეტრი უყიდია. მადლობა ღმერთს მეგონა. გული შეტევა და მემართებოდა. რატომ არ დაგიბარათ? გაუფრთხილებლად რატომ წავიდა ქალბატონო ნადიდე? უთხარი სხვა დროს ასე აღარ მოიქცეს. კარგი ბაბუა. სახლიდან გაუფრთხილებლად აღარ წავა, ნუ ღელავ. კარგი დროებით. ბუკეთი წასულა რომ თერმომეტრი ეყიდა თავისი ძმისთვის. უმუთისთვის. კარგი მამა. მართალი ხარ. რაც გინდა მითხარე. შენ რომ გეკადრება ისეთი შვილი არ ვარ. ქიოსუნისთვისაც ცუდი ქმარი ვიყავი. მაგრამ ჩემ შვილებს მამობა ხომ უნდა გაუწიო? აჰუ რომ შევირთო ცოლად. ჩემ შვილებს ვეღარ ვნახავ. ეს ხომ ძალიან დიდი შეცდომა იქნება მამა. არ მინდა. ეს არის შენი ბოლო სიტყვა. მაშინ შენ მითხარი. რასაც მეტყვი იმას გავაკეთებ. როგორ მოვიქცე? ალი ქემალ. შეცდომაზე უშვებ. მერე გამოვალ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდები, მეუბნები მამა, რასაც მეტყვი იმას გავაკეთებო. მე რა უნდა გითხრა შვილო? შვილებს როგორ უნდა დაგაშორო? არ მინდა მამა. აჰუზე დაქორწინება არ მინდა. კარგი, კარგი. ასე კარგია მამა? კარგია, კარგია. Bugün nasılız bakın? დღეს როგორ ხართ? Daha iyiyiz. უკეთ ხართ არა?
ასე ადვილად არ დანებდები, მამა, ხო მართალია? მალე ჩემი მამიკო უკეთესად გახდება. დღეს ადვილად ქათმის წვნიანი ყოფილა. გაზეთი ან ჟურნალი ხომ არ გინდა, მამა? არა, არაფრის საკითხვა არ შემიძლია. ტელევიზორს ჩავრთელ. კარგი. მალე მოვალ, მამა, კარგი? კარგი. წნევა გავზომოთ. გალბატონო იეშიმ. გამარჯობა, როგორ არის მამა თქვენი? უკეთესად. მინდოდა გადასახდელი თანხის შესახებ მეკითხა. დიახ, გისმენთ. მამა ჩემი რომ დავაწვინეთ იმ ღამეს მხოლოდ 3,000 ლირა გადავიხადე, ახლა რამდენი გვაქვს გადასახდელი? თუ სწორად მახსოვს, გუშინ რომ გადავამოწმე დაახლოებით 30,000 ლირამდე იყო. ოპერაციისა და სხვა ხარჯების ჩათვლით. სახელმწიფო კლინიკაში ვერ გადავიყვან. დაზღვევის ფულსაც დროულად ვერ ვიხდიდით, მინდოდა ერთიანად გადამიხადა, მაგრამ არ გამოვიდა. მაშინ ასე მოვიქცეთ. თქვენ ჯანდაცვას გაესაუბრეთ, იქნებ შეძლონ დახმარება. თუ ვერაფერს ვერ გახდებით, მერე ისევ ჩემთან მოდით. მადლობთ, რამეს მოვიფიქრებ. მამა, ეს დოროა? არა, ეს დორო შვილია. გახსოვს ამას წინათ რომ მოვედი ძალიან მოგეწონა, მაშინ უფრო პატარა იყო. გაგახსენდა? როგორ გაზრდილა, ძალიან გავს დოროს. გოცები მალე იზრდებიან შვილო. დორო სად არის? დორო მოკვდა, ზამთარში ავად გახდა. დორო ავად გახდა თურმე და მოკვდა. თან, გახსოვს? ნახატებიან წიგნს რომ ვათვალიერებდით ცხოველებზე. იქ ეწერა რომ ყველა ცოცხალი არსება იბადება, იზრდება და მერე კვდება. ზოგი დიდხანს ცოცხლობს, ზოგი ცოტა ხანს. ასია ეს სამყარო მოწყობილი. ზოგი ავად ხდება. ხო, დოროც ავად გახდა. ისინიც ავად გახდა. ნედა, ისინი მოკვდა? შვილო, მივხვდი. ახალი პიჟამა გეყიდა, მამა. ღილები აქვს, უფრო ადვილად ჩაიცვამ. ჟურნალიც გეყიდა, თუ გინდა, წიგნსაც მოგიტან. ალუბლის წვენით გეყიდე. არყის გარეშე არ გიყვარს წვენის დალევა, მაგრამ არ აუშავს. ახალი წინდები და თეთრეულიც მოგიტანე. რა იყო ლოტარიაში მივიდე ფული, ამდენი რაღაცის ხიდვა რა გინდოდა. ფული სადიშოვე. ეგრე შენი საქმეა, რომ ერთად ჩემო. საავადმყოფოდან წამიყვანის ესე. სახლში მინდა. მამა, ისევ ჭირვეულობა არ დაიწყო. წამიყვანე აქ მკურნალობა. ძალიან ძვირი ჟურს. ამაშინ არავინ გეკითხება. მეკითხება. უნდა წავიდე. მამა, სისულელეს ნუ ამბობ, დამშვიდდი. უნდა წავიდე. მამა. ისი იმედი გქონდა. ამდენი ფული რისთვის დახარჯე? ხვალ საჭმლის ფული არ გექნება. შენ კი პიჟამა მიყიდე. მამა, რას ამბობ? ირჩევნია მადლობა მითხრა. ვინ ვარ მე? რატომ უნდა ჩავიცვა ახალი პიჟამა? ძველი დასასწრით ვერ ვიქნები? ახალ პიჟამას. კარგი მამა იმსახურებს ესეზე. მე არ ვიმსახურებ არა. სადაც 100 წლის გავხდები და მხოლოდ პრობლემას გიქმანი. ასეთი მამა ვის რას ისჭირდება? ვის? მე მჭირდება. ჩემნაირ შულს შენაირი მამა შეეფერება. აბა შემომხედე. ხანდახან ისე მიყურებ, თვალებში გატყობ, რომ ძალიან გეყვარვარ მამა. ასე დროს ვფიქრობ, რომ მამა ჩემი ნამდვილი ვაჟკაცია, რომელიც თუ საჭირო იქნება, თავს გაწირავს ჩემთვის. თვალებში რომ გიყურებ, ხვდები, რომ ძალიან გეყვარვარ მამა. სხვა რა უნდა დეშულს. მამისგან. აბა მითხარი. ის კაცი დედა შენის მკვლელია, ქერემ.
ვიღაც მკვლელის ძებნა როგორ დაიწყე? მაგრამ ის კაცი მამა ჩემია. სამწუხაროდ მამა ჩემია. მართალია დედა ჩემის მკვლელია, მაგრამ მაინც მამაა. როგორ არ გწვენია? ეთყობა შენთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა გადაიტანა დედა შენმა. გალბატონო სევალ იქნებ შეეცადო და გაუგოთ გერემს. ესე იგი შენც დაუჭირე მხარი მის გადაწყვეტილებას. ყოჩაღბენო? ძალიან გამოგვირვე. კერემ მეგონა იცოდა. მე არ ვიცოდი რომ არა უშავს. ბოდის გიხდით არა უშავს. რა მოხდა? აჰუ, შვილო. ალი ქემალს ველაპარაკე. მოდი დაჯიხი. ჯერჯერობით დაქორწინებას არ აპირებს. როგორ? ამბობს შეცდომა დაუშვით. და თუ დავქორწინდებით, ბედნიერები ვერ ვიქნებითო. ჩემი მიტოვება უნდა. ადრე თუ გვიან ალბათ დაქორწინდებით, მაგრამ აუშვილო. მე და ბატონმა ბურხანმა ბევრი ვიფიქრეთ და ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. შენ კაისერიში უნდა დაბრუნდა. ცოტა ხნით დედასთან იყავი. ამ პერიოდში ჩვენ შევეცდებით ალი ქემალი როგორმე დავითანხმოთ. ცოტა დრო გავიდეს. იმანაც უნდა გაიაზროს, რა ჩაიდინა. მე ღვთისნებით რა ვქნათ ბატონო ბურხან? მიპასუხე. კარგი ალი ქემალ, როგორც გინდა. იცოდე ეს დღეები სანატრელი გაგიხდება. სანამ ისინს გაიყვანდნენ თავს ვიკავებდი. არ ვტიროდი. ერთიც რომლიც კი არ გადმოვარდნია. ვერ წარმოიდგენთ როგორ მეწოდებული. ასე მეგონა დავრმავდი. ვერაფერს ვეღარ ვხედავდი. ჩემი შვილის უკანასკნელი წუთები იყო. ექიმები მის გადარჩენას ცდილობდნენ. თხოვეს რომ ოთახიდან გავსულიყავი, მაგრამ არ გავედი. თქვი რომ მინდოდა ბოლო წუთამდე ჩემ შვილთან ყოფილიყავი. ვერაფრით ვერ მოახერხე რომ ისინისთვის მეთქვა. მალე გამოჯამრთელდები მეთქი. ხელი მოვკიდე. მან გამიღიმა. თითქოს ბედნიერი იყო. მითხრა მამა მივფრინაო. მეც ვთხარი. შვილო მიფრინაო მეთქი. რომ მალე ანგელოსად გადაიქცეოდა.
შენს მუცელში იზრდება, მაგრამ ჩემი ნაწილია. ხო, შენი ნაწილია. მეც დედის მუცელში გავიზარდებენ. მაგრამ იმ კაცის ნაწილი ვარ. ვამბობ, რომ არ მინდა ასეთი მამა. მაგრამ ის მამა ჩემია. მამა რომ იპოვე, ამის არაფერი დაგიშავებია, ქერემ. ჯერა რომ სწორად მოიქეცი. ხანდახან ჩემს თავს ვეკითხები. თუ თავიდანვე მეწოდინებოდა, რომ ისინი ასეთ ასაკში მოკვდებოდა, მაინც ვისურვებდი თუ არა მის დაბადებას. გამიჯერეთ ვისურვებდი. ვიცი, ალბათ ფიქრობთ რა ეგოისტიო, მაგრამ ისინმა მან ძალიან დიდი სიყვარული მაჩუქა. ბიძი ადნან, ისინი ძალიან გენატრება? ძალიან მეტირება ქან. მეც. გმერთო ჩემო, რა ხდება? რა მოხდა? ვერ გამოვდივარ. შეჰრაზადმა მითხრა ბიზნეს ცენტრის საბუთები მომიმზადეო. მოიცადე მე ვნახავ. არ გავიგე, რა დაემართა? შეჰრაზადი მალე მოვა. ჯერ არაფერი არ გვაქვს მზად. მოვამზადებთ ჯერ კიდევ არის დრო. ამ პროექტზე დღე და ღამე მუშაობდი შაჰრაზად. რამდენჯერ დილამდე მიმუშავია. ვიცი, ძალიან კარგად მოიქეცი. ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა. ხო, მაგრამ ეს საქმე ჩაიშალა. ტენდერი მოახლოვდა. ტენდერამდე ახალი პარტნიორი როგორ უნდა მოვძებნოთ? როგორ? კომპანია TCG-სთან ხომ გააფორმეს შეთანხმება? გააფორმეს, მაგრამ ბატონმა ონორმა შეთანხმება ჩაშალა. ბატონი თანერით წავიდა. მიზეზი რა იყო? პროცენტზე ვერ შეთანხმდნენ. არ მჯერა რომ ონორმა ასეთი რამ გააკეთა. მისმენ განი. ეს როგორ მოხდა? ვერ გავიგე. დამელოდი, კარგი? კარგი განი. მოვდივარ. ვენო ოფისში უნდა დავბრუნდე, ხომ არ გეწყინება? არა. ანგარიში მოგვიტანეთ. წამლები დროულად უნდა მიიღოთ, არ დაგავიწყდეთ, კარგი? კარგი. ნუ ნერვიულობთ. კვეთრი მოძრაობები არ უნდა გააკეთოს, ნელა და ფრთხილად იმოძრაოს. კარგი, კარგი. გადახვევაზე გელოდებით. მოსვლამდე თუ დარეკავთ, მეც აქ ვიქნები. ნუ ღელავთ ქალბატონო, ყველაფრისთვის დიდი მადლობა. ნახვამდის. 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 მე მგონი, სკალი გებრანჭება. შენ საქმეს მიხედე, რა დროს ეგა? შენ ისევ სიმპათიური ხარ. საავადმყოფოს ხარჯი როგორ დაფარე? შენზე სიმპათიურ კაცს სად ნახავს? დამიჯერე, ის ქალი გიждდება შენზე. მითხარი, ფული სად იშოვე? მამა, რა მნიშვნელობა აქვს სად ვიშოვე? რამდენ კითხვას ვამ? წამოდი ტაქსი გველოდება. ფრთხილად. ფრთხილად. აი ესე? გამარჯობა. გამარჯობა, მოგზავნით. ქალბატონი სეზენი აქ არის? არა. სად არის? არ ვიცი. როგორ არიცით? ეს მაღაზია მისი არ არის? ქალბატონმა სეზენმა მაღაზია ჩვენგად მოგცა. ეს როგორ მოხდა? როდის? გუშინ ინტერნეტში დაწერა. სასწრაფოდ ყიდი მაღაზიასო. ფასი მისაღები იყო. საბუთები გავაფორმეთ და მისი მისამართი ხომ არიცით? სამწუხაროდ არ ვიცი. კარგი, ნახვამდის. ნახვამდის. ეს როგორ მოხდა? გამერთო ჩემო. განი შენც ვერ გაიგე? ვერაფერი ვერ გავიგე. თავიდან უნდა გავაკეთოთ. ამახა მაქედან ვერ წავალთ. მიდით, დაიწყეთ მუშაობა.
ბენუსგან ამას არ ველოდი. ქერემს მხარეა უპა წავიდნენ და ეს კაცი იპოვეს. დაუჯერებელია. ამას როგორ შევეგულო? არ გინდა სევალ. ქერემი ბავშვობაშიც ასეთი იყო, ყველაფერი აინტერესებდა, ყველაფერს იძიებდა. ამჯერად ბავშვურ ცნობის მოყვარეობაზე არ არის საუბარი. იმ კაცის ნახვა უნდოდა, რომელმაც ჩემი დამოკლა. მესმის. მაგრამ ქერემსაც უნდა გაუგო. ერთ დღეს სიმართლე გაირკვა. აღმოჩნდა, რომ ბატონი ეიუფის შვილი არ ყოფილა, ადვილი ხომ არ არის. რადგან სიმართლე გაიგო, აუცილებლად უნდა მოეძებნა ეს კაცი. თავის დროზე რომ გაეგო სიმართლე, უფრო ადვილი იქნებოდა. მე მადანაშაულებ? არა, არავითარ შემთხვევაში. ამას როგორ მეკითხები? ხვალ რომ მივიდეს და მამამის თბილად ჩაეხუტოს, არ გამიკვირდება. რამე ხომ არ გინდა, მამა? პორტოხალი გინდა? მოდი პორტოხალი შევჭამოთ. ფულისადი შოვე. მამა, გაფუჭებული მაგნიტოფონი ვითხარ. ერთ კითხვას იმეორებ. ეთხარი. შენს მას გამოართვი? რა? სამწუხაროა, მამა. ძალიან სამწუხარო. როგორც შენ საერთოდ არის რომ შენ შულს. იმ კაც დად არ მივაჩნი ვარ. ფულს როგორ გამოვართმევ? ასეთი საცოდავი გონი ვარ? აბა საიდან მოვიტანე? მაღაზია გავყიდე. ასე რატომ მიყურებ? ძალიან კარგად მოვიქეცი. ქირა იყო გადასახდელი საშემოსავლო. ისედაც ვეღარ ვიტანდი მაგ მაღაზიას. ახლა არ თქვა მე რანაირი მამა ვარო. ვისაც რა უნდა იცქვას. ძალიან კარგი მამა ხარ. გასაგებია? Ağlama değmez hayat bu gözyaşlarına. გავიდანებე, ვერ ხედავ რომ არ იცი დაკვრა. ვითომ რატომ შვენივრად ვუკრავ? ასე არ უნდა. დედა, დედას რატომ ეძახის? მე რა ვიცი. რა ვქნა? როდემდე ველოდო ალე ქემალის ხასიათზე მოსვლას? ეს ქალი აქ რატომ ცხოვრობს? ბავშვების თანდასწრებით სისულელეებს ნულაპარაკობა ხო? კი, მაგრამ ზადი ხელპირი დაიბანე და მხიარული სახით შემოგვიერთდი. თუ ამის გაკეთება არ შეგიძლია, საერთოდ ნუ გამოხვალ ოთახიდან. რამდენ ხანს ვიცოდო, დედა? რატომ არ ეძებენ გამოსავალს? ასე თუ გაგრძელდება, ცუდი ამბავი მოხდება. რა მოხდება? სასამართლოში გვიჩივლებ? ახლა სხვა სიმღერას ვიმღერებთ, პრინცესებო. ეს შეიძლება? შეიძლება. აბა ჩასვი? აქ ხართ? ქვემოთ გეძებდით, მაგრამ არ იყავით. მე და მამა ვთამაშობთ. ხრის ნახევარია, უნურ. 9 საკლია 25. ქშია? ჩვენ ნახევარი საათის წინ მივახშნეთ. ვიცი, ხომ გითხარით რომ დამაგვიანდებოდა? საყურელო როდემდე უნდა იმუშაო ასეთი დატვირთვით? სანამ საქმეს არ მოვაწესრიგებ. ვინ იცის ეს როდის მოხდება? არ მესმის ამდენს რატომ მუშაობ? საყურელო ძალიან იღლი თავს. დღეს რომ დიდ დროს უთმობ ოფისს. პრობლემა ის არის რომ დიდ დროს ვატარებ ოფისში თუ ის რომ შენ ხარ ეჭვიანი. მეგონა ეს საკითხი ამოვწურეთ. მეც ასე მეგონა. გავგი კომპანია TCG-სთან შეთანხმება გაგიუქმებია ალბათ იმიტომ რომ თან ერთს არ შევხვედროდი. ეგ რა შუაშია? ჩვეულებრივი ბიზნესია, შეთანხმება შეიძლება დაიდო, შეიძლება არა.
ან ახალი პარტნიორის მოძებნა გახდეს საჭირო? მართლა? ტენდერამდე ცოტა დრო დარჩა. ახალი პარტნიორის მოძებნას როდის აპირებ? ეს მხოლოდ კომპანია ბინეფის ეხება. არა, ეს მეც მეხება და ბენუსაც. შენი ეჭვიანობის გამო ბენუს პროექტი, რომელზეც დღე და ღამე მუშაობდა, აღარ განხორციელდება. ვისთან რაზე უნდა ვითანამშრომლო, მას მე გადავწყვეტ. ერთი რამის არ გესმის ონორ. ონორ. ოქროს გალიაში ვერ დამამტყდებ. მე შენი სახლის ჩიტი არ ვარ. ადამიანი ვარ. Niye gitmiyor bu hala? Rატომ არ მიდის ეს კალი? წავიდეს ბოლოს და ბოლოს. არ გვინდა რომ ახლა ამ სახლში იცხოვროს. ბაბუა. რაც თქვენი საქმე არ არის, იმაში ნუ ერევით. წამოდით ოთახში ავიდეთ, იქ დაუკრათ. წავედით. ლამაზი არა? შენი გაკეთებული ყველაფერი ლამაზია. 5 წელს რომ ვიყავი. მეც მქონდა მსგავსი სათამაშო. მამაჩემმა ფლორენციიდან ჩამოიტანა. იმ დროს ჩვენთან ასეთი სათამაშოები არ იყიდებოდა. ძალიან გამიკვირდა და მომეწონა. ლამაზი იყო, მაგრამ ლამაზ ნივთებს ყოველთვის ბედნიერება არ მოაქვს. ამას რატომ ამბობ? რა ვიცი, ისე. ძალიან გამიხარდა მამამ სათამაშო რომ მომიტანა, მაგრამ სწორედ იმ ღამეს სახლიდან წავიდა. რატომ? არ ვიცი. მაგრამ გონი მსგავსი ამბავი მოხდა. მახსოვს დედაჩემი ამბობდა ის ქალი, ისევ ის ქალიაო. მამაჩემი ერთ კვირაში დაბრუნდა, მერე ისევ წავიდა. ისევ დაბრუნდა და ისევ წავიდა. ისევ დაბრუნდა. ისევ წავიდა. საყვარელო დაივიწყე ეს ამბავი. ალბათ ბედნიერების მეშინია ქერემ. კარგი რა. სისულელეს ნუ ამბობ. ასე მგონია თუ ძალიან ბედნიერი ვიქნები, მე ამ ბედნიერებას დავკარგავ. მეც მეშინია. მეც მგონია რომ შენს დაკარგავდა ამ ბედნიერებასაც. რატომღაც ბედნიერებას მიჩვეულები არ ვართ. მაგრამ ახლა ასე არ მოხდება. ამ ბედნიერებას არ დავკარგავთ. ბავშვები, რასოს ვერ ამბობენ შენ, კლს ვერ ამბობდი. არის მაგივრად, ტარის ამბობდი, კოზის მაგივრად ტოვზის. დედა შენი გავარჯიშებდა ხოლმე. ერთხელაც გვიან მოვედი სახლში, კარი შენ გამიღე და თლა დაიწყე. 40, 41, 42, 43. მე გითხარი შვილა. რა კარგად ითვლე მეთქი. შენ მითხარი? ხო, თლა ვისწავლე და ახლა კარი დატეტეო. ჩემ გამომაღაზია დაკარგე. ორ დღეში მშიერი დარჩები. ძალიან მინერვიულებ. არა მამა. მშიერი არ ვიქნები და არჩენ არ ინერვიულებ.
რადგან შემოცდინე და მიმატოვე, ჩემს დაკრძალვაზეც ნუ მოხვალ. შენ ახალგაზრდობა წამართვე. ჩემს სიცოცხლეს აზრი არ აქვს, იმედია ღმერთი ყველაფრისთვის მოგთხოვს პასუხს. რას საკეთებს ეს გიჟი? მიპასუხე. ბურჯუ და ბუქეთი ისევ დედამისთან ხომ არ გავგზავნოთ. ახლა მის დრო არ არის ქალბატონო დიდი. ვინც ის რა ამბები მიუტანეს ფესონს. იქ ალბათ ერთი ამბავია. უფრო ნუ გავანერვებთ ბავშვებს. ესეც მართალი. ნეტავ რა მოხდა? რა ამბავია? ალი კემალი რეკოს. შვილო? დედა, მე მგონი აჰუმ თავი მოიკლა. რა? თავი დამანებით, თავი უნდა მოვიკლა. რა ჩაიდინე? თავს მოვიკლავ, თქვენც დაისვენებთ და მეც. ღმერთო მოთმინება მომეცი. ასეთ სიცოცხლის სიკვდილი მირჩევნია. რამე სახვევი მოიტანე ქალბატონო ნადიდე, ახლავე შეუხვიე. ღმერთმა დაგწყევლოთ. თავი დამანებით. ჩემს სიცოცხლეს აზრი არ აქვს. თავი დამანებით. აჰუ, გაჩერდი. გაჩვუნდი. გაჩერდი. ამ კაც შენ გამო კიდევ ერთხელ რომ დაემართოს გული შეტევა. მე თვითონ მოგკლავ. ფილმი გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავიერის მიერ.